კრიმინალი. პრობლემა, რომელსაც არ აქვს საზღვრები, ენა, რელიგია ან კანის ფერი. ისინი საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ყველა ასაკობრივ ჯგუფს და ყველაზე მტკივნეულ კვალს ტოვებენ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. რატომ ხდება ადამიანი დამნაშავე? კრიმინალის ჩამოყალიბებას და არსებობას სხვადასხვა გარემოება განაპირობებს. ზოგადად ანტისოციალურ ქცევასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ მისი გამომწვევი მიზეზები, ისევე როგორც ზოგადად სხვა ფაქტორების გამომწვევი მიზეზები შეიძლება დავყოთ აი ასეთნაირად. ბიოლოგიური ფაქტორები მეორეს მხრივ შესაძლებელია იყოს სოციოეკონომიური ფაქტორები და მესამე ფსიქოლოგიური ფაქტორები. თუ განმარტავთ თითოეულ მათგანს, კონკრეტულად ბიოლოგიური ფაქტორებიდან რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი. შუბლის ზონის მოსატყოფნის პერიოდის დაზიანება, ან მშობიარობის პერიოდის ტრაუმული დაზიანება, ან შემდგომი ტრაუმა შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი მიზეზი ანტისოციალური ქცევების. თუმცა სოციოეკონომიურ სტატუსს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, იმიტომ რომ ზოგადად უპერსპექტივობა მომავლის ვერ აღქმა, ანუ ვერ ხედავენ საკუთარ თავს სოციალურ გარემოში ქვეყანაში, სადაც იმყოფებიან. ეს შეიძლება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მიზეზად დავასახელოთ მრავალ მიზეზთა შორის. ყველაზე მეტი მიდრეკილება კრიმინალური ახასიათებთ ბავშვებს, რომლის აღზრდაც ხორციელდება ეგრეთ წოდებული ჩაურევლობის მეთოდით, ან გარკვეული პრინციპების გარეშე. ანუ ერთ შემთხვევაში დედა ახორციელებს ერთ ქცევაზე დასჯას, მეორე შემთხვევაში იგივე ქცევაზე დასჯა არ ხორციელდება, ან პირიქით წახალისება ხორციელდება. ამიტომ თუ ამ ხრივას გარკვეული თანმიმდევრობა იქნება და სწორად გააზრება, რაღაც პროცენტით შეიძლება ავიცილოთ თავიდან აი ეს მიზეზიც აღნიშნული ქცევების, ანუ ანტისოციალური ქცევების წარმოშობის. თავდაპირველად უნდა ვთქვათ ესეთი რამ, ანუ კვლევებმა, კრიმინოლოგიურმა კვლევებმა დაადგინეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცების 99%-ს ერთხელ მაინც აქვს ჩადენილი ისეთი ქმედება, რომელიც იქნებოდა კანონის დარღვევა. მე არ ვამბობ სისხლის სამართლებრივი ნორმების დარღვევად, არამედ კანონის დარღვევად. ანუ 99%-ს. ზოგადად მეცნიერებაში, კრიმინოლოგიაში ვარაუდება, რომ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არის ნორმალური ფენომენი. ანუ მათი განვითარების, ბიოლოგიურ განვითარებაზე მაქვს საუბარი, ანუ ეგრეთ წოდებული გარდატეხის პერიოდის თანმდევი პროცესი. და რისთვის არის ეს საჭირო? ეს არის იმისთვის საჭირო, რომ ადამიანი ცდილობს მოსინჯოს ის საზღვრები, რომელიც მას შეიძლება გააჩნდეს და სურს ამ საზღვრების დარღვევა, არ დარღვევის საკითხი გაიგოს. გაიგოს, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი კანონთან ურთიერთობაში. გამიგეთ, ეს არის ერთ-ერთი საინტერესო საკითხი. შესაბამისად, ეს ნორმალური ხასიათი გულისხმობს იმას, რომ არასრულწლოვანმა შეიძლება არ ჩაიდინოს, ვთქვათ, ძიმე დანაშაული. არამედ იგი იდენს წვრილმანი ხასიათის დანაშაულებს. ეს არა მარტო ქართული საზოგადოების თამდევი პროცესი, არამედ ნებისმიერი საზოგადოებისათვის მიღებული პროცესი არის და ამისი ძირითადი მომენტი არის ერთადერთი რამ. არასრულწლოვანს სჭირდება აღიარება. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა კრიმინოლოგიურმა და კვლევებმა დაადგინეს, რომ იქ სადაც მამის როლი ოჯახში დაკნინებულია, ახალგაზრდებში აგრესიის ძალიან დიდი მოზღვავება არის. იმიტომ რომ მამაკაცს არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს, ანუ მამას არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს შვილზე და შვილი თვითონვე ცდილობს გარკვეული საკუთარი რესურსით, ანუ ამ შემთხვევაში ეს საკუთარი რესურსი ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის არის სწორედ ის ფიზიკური ძალა, მოაგვაროს კონფლიქტი. და მე უკვე გადავდივარ ჩვენთვის არსებულ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემაზე. რითი ვაგვარებთ ჩვენ კონფლიქტს და ეს არის ჩვენი სოციალიზაციის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ კონფლიქტს ვაგვარებთ ძალადობით. ბევრი ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ მან სამართლიანობის აღდგენა საკუთარი თავისათვის თვითონ უნდა აიღოს ხელში. ეს არის ეგრეთ წოდებული შურისძიების კომპონენტი, რომელიც ჩვენთან არის ძალიან მაღალ დონეზე. ზოგადად კრიმინოლოგიაში ცნობილია, რომ
არ არსებობს ისეთი მკვლელობა, რომელსაც წინ რაღაცა წინა პირობები არ ახდა. ახლა რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, ეს არის ოჯახური ძალადობა, რომელიც UNICEF-ის გაეროს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ბოლოს რაც ჩატარდა, არის ძალიან მომრავლებული. ეს ამავე დროს ფარული ქმედება არის. ჩვენ ვიგებთ მხოლოდ და მხოლოდ იმის ძალიან მცირე ნაწილს ოჯახური ძალადობისას, რომელიც საქართველოში არსებობს. ანუ ჩვენ ოჯახური ძალადობის დიდ ნაწილს ვერ ვიგებთ. ოჯახური ძალადობა არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაც შეიძლება ზოგადად საზოგადოებაში გამოიწვიოს დანაშაულის ჩადენა. ოჯახური ძალადობა რა არის? არის ის, რომ არასრულწლოვანი ახალგაზრდა მოზარდი ხედავს, როგორ შეიძლება კონფლიქტის მოგვარება. ეს ერთი. და მეორე, კონფლიქტის მოგვარების ეს მოდელი, რომელიც მისთვის ყველაზე ახლოს არის, ეს არის ის მოდელი, რომელიც მისთვის ნდობით აღჭურვილი პირებისაგან ისწავლა, დედა, მამა, და, ძმა, გამოაქვს გარეთ, ქუჩის გარეთ. და შემდგომში ცდილობს საკუთარი კონფლიქტის იგივე მოდელით, ანუ იგივე ძალადობის მოდელით მოგვარებას. ფსიქოლოგების და კრიმინოლოგების დაკვირვებით მოზარდის განვითარებაზე ძალიან ბევრი გარემო ფაქტორი მოქმედებს. ჩვენი რეალობა ხშირად ძალიან სასტიკია. ადამიანი დაბადებიდან იბრძვის გადარჩენისთვის, მაგრამ ძალადობა არ არის თვითგადარჩენის ერთადერთი ფორმა. თუ გსურთ მომავალში კრიმინალის დონე შემცირდეს, ეცადეთ შვილები აგრესიულ, ნევროზულ გარემოში არ გაზარდოთ და მათ მეტი სიყვარული და სითბო აჩვენოთ.